გამარჯობათ მეგობრებო, ერთი კარგი ამბავი მაქვს და მეორე ცუდი. ავტომობილების ჩამოყვანასთან დაკავშირებით არის ეს მოცემული სიტუაცია. მოდით კარგით დავიწყებ. ესე იგი, როგორც გახსოვთ, საქართველოში უნდა აეკრძალათ 6 წელზე ქვემოთ გამოშვებული ავტომობილების ჩამოყვანა და ეხლა ეგ კანონ პროექტი აღარ მიიღო პარლამენტმა და ინიციატივა ამაზე გააუქმა, მაგრამ ცუდი ამბავი ის არის, რომ თუ კი გამბაჟება გაძვირდება მამაკანების რა. ანუ იდეაში ვისაც ჩამოყავდა პირობითად პრიუსი 2012-14-იანი, 15-იანი ან ასე შემდეგ. მაგათი გამბაჟება თუ უჯდებოდათ პირობითად 1500 ლარი ან რაღაცა ისე, ეხლა დაუჯდებათ 7000-8000 ლარი. აი იმ საცოდავმა რაქნას ვინც 4-დან 2 უნდა ჩამოიყვანოს მანქანა, აი ფურანერი მაგალითად ან რაღაცა ესეთი 14000 ლარი უნდა დააჯინოს, ისა რა ქვია, გამბაჟება მაგდენი უნდა დაგვიჯდეს. Ჭოა, შიკ ხო არა გაგდბიძია, ამ ხალხზე ვაფშე არ ფიქრობთ, ხო? სულ გამოშტერდნენ ესენი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი კი თქვენმა ინიციატივამ ხალხო და თქვენმა აღშფოთებამ და შეწუხებამ გამოიღო შედეგი, მაგრამ ბოლომდე რო თქვენი არ გაგატანინოთ, აქედან გამომდინარე მასეთ რაღაცას გთავაზობთ და ეს არის, რა ვიცი, ეგ არის მე მგონი. აბა ხალხო გილოცავთ ახალი კანონის მიღებას. კარგად